სარწყავი წყლის სისტემებზე გაზრდილი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდიის მექანიზმების ემეკის გადაწყვეტილებით ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფები განისაზღვრა, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედება. ცვლილების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სისტემების რეაბილიტაცია და დანაკარგების შემცირება. როგორია სახელმწიფო სუბსიდირების სქემა და რა თანხის გადახდა მოუწევს რეალურად ფერმერს ახალი ტარიფის მიხედვით. ვრცლად სტუმართან საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან გიგლა თამაზაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება, რა იცვლება ფერმერებისთვის და რაში გამოიხატება სუბსიდირება? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა საეთერო დროის დათმობისათვის. იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს და უფრო მარტივად იყოს ახსნელი, ჩვენს დღევანდელ საუბარს რამოდენიმე ბლოკად დავყოფ, იმიტომ რომ მოსახლეობისთვის ეს ტარიფების ნაწილი, უმნიშვნელოვანესი ნაწილი წარმოადგენს, ყველაზე ინტერესის სფეროს წარმოადგენს და შესაბამისად გვირჩევია, რომ დავიწყოთ თავიდან, თუ რა ხდებოდა, შემდეგ რა მოხდა დღეს და რა ეტაპზე ვართ სუბსიდირების ნაწილზე. პირველი, რა თქმა უნდა, მელიორაციის ტარიფი 2011 წელს დადგინდა და წარმოიდგინეთ 15 წლის წინან დადგენილი ტარიფი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არ ემსახურება არც კომპანიის განვითარებას, არც იმ ხარისხის ამაღლებას, რომელიც ჭირდება დღევანდელ ფერმერებს. შესაბამისად, აუცილებელი იყო ეს ტარიფი გადახედილიყო და ამისთვის შესაბამისად რამოდენიმე წლის უკან დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მალეგურებულმა კომისიამ. წინა ტარიფი გახდა 75 ლარი და რას მოიცავდა ეს ტარიფი? ეს გახდათ ერთი წლიური მორწყვის საფასური, რომელიც იყო პრაქტიკულად არაფერზე დაფუძნებული, ეგრე რომ ვთქვათ, იგი წეღანაც აღნიშნე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და შესაბამისად ამ ტარიფში არ შედიოდა წყლის რაციონალური განაწილების მექანიზმი. ანუ ვერც ერთი მხარე არც ერთი მხარე არ იყო ამ მხრიდან წახალისებული, არც ფერმერის მხარე, არც კომპანიის მხარე. შესაბამისად ამ ტარიფით კომპანიაც და ფერმერიც ერთ დინებაში, ერთ კალაპოტში ჩადგული მდარე დინებით მიემდინარე. რა მოხდა და რა ტარიფი დამტკიცდა? მიუხედავად იმისა, რომ იყო 75 ლარი აღნიშნული მომსახურება საქართველოს მელიორაციას უჯდებოდა ის თანხა რეალურად დღეს რა ტარიფიც დამტკიცდა. თუმცა ამის რა თანხა? ერთი კუბური წყლის საფასური, რომელიც ნელ-ნელა მივალ. ანუ უჯდებოდა ის თანხა, რაც რეალურად დღეს გადმოვიდა. ანუ ამ შემთხვევაში სუბსიდირების მექანიზმი და სუბსიდირება მიმართული იყო კომპანიისთვის და კომპანიისკენ და არა უშუალოდ ფერმერისკენ. რა დადგინდა? დადგინდა და სწორად განისაზღვრა ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური და ამით უკვე განისაზღვრა ერთი კუბური მეტრის საფასური, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ წყალი მოეხმაროთ რაციონულად და რაც თავარია გვეცემა მისი სწორად აღრიცხვის საშუალება. სამიკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური გახდა 8.26 თეთრი. ანუ შესაბამისად ამერიდან თუ კი ჩვენ მოვეხმართ წყალს, გვეცოდება რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ერთი კუბი წყალი ჯდება 8.26 თეთრი საცალო მომხმარებლისათვის. ხოლო რაც შეეხება წმოს, ეს გახლავთ წყალმომარაგების ორგანიზაციები და სწორედ სახელმწიფო მისი წახალისხების წვდომის მას და ამას კანონის განსაზღვრავს თავიდანვე ჩადებული იყო, რომ მას საბუთამო ფასადი მიეწოდებოდა და მისი წყლის საფასური 3.54 სანამ გადახვალთ ნაწილზე. ვინ არიან მომხმარებლები? ანუ ვინ არის გადამხდელი აი ამ თანხების, რომელსაც ახლა საუბრობთ, საცალო მომხმარებელში ვინ იგულისხმება და რა ანუ ვის უწევს გადახდა ფერმერების რა კატეგორიას? ამ შემთხვევაში შედის ის კატეგორია, რომელიც ეწევია სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, არ არის განსაზღვრული მიწის ოდენობა, ანუ მიწის რაოდენობა. დიახ, არ არის განსაზღვრული მიწის რაოდენობა, ნებისმიერი რაოდენობის მიწაზე გახლავთ ერთდაიგივე გადასახადი, ანუ ეს არ არის დიფერენცირებული და გაყოფილი. შესაბამისად, ყველა მომხმარებელს, ვინც მოიხმარს 2026 წლის 1 აპრილიდან წყალს, ერთი კუბური მეტრის წყლის საფასური მას
მათთვის შეადგენს 8.260-ს. ანუ 8.200 აქ არ არის არა აქვს მნიშვნელობა დაუშვათ კერძო მოხმარებისთვის გამოიყენება დაუშვათ ეს წყალი, ანუ მაქვს კერძო სასოფლო-სამეურნეო მეურნეობასავით, რომ და არ ვაწარმოებს სამეწარმოო საქმიანობას და არიან ანუ ფერმერები, რომლებიც მთლიანობაში დაკავებულები არიან დაუშვათ ამ შემთხვევაში სამეწარმოო საქმიანობით. დიახ, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში მსგავსი დიფერენცია არ არსებობს, იმიტომ რომ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას ეხება და ბუნებრივი რაც უფრო მსხვილია, უფრო მეტი წარმოება და უფრო მეტად წამახალისებელი. და მეტი თანხის გადახდა მოუწევს და მეტად წამახალისებელი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ტარიფის წინაშე ამ აღნიშნული ტარიფის წინაშე არ ტოვებს მოსახლეობას და შესაბამისად მის ტარიფის უდიდეს ნაწილს თვითონ დაასუბსიდირებს და თვითონ იქნება მასუბსიდირებელი. განსხვავებით წინა შემთხვევისა, თუ სახელმწიფო ასუბსიდირებდა მელიორაციას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაასუბსიდირებს და დააფინანსებს პირდაპირ ფერმერებს. უშუალო მომხმარებლებს. კი ბატონო, აქ ძალიან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შემოდის. დაუშვათ დაასუბსიდირებს, კი ბატონო, გასაგებია რომ ასუბსიდირებს ფერმერს. რა პერიოდით არის? დაუშვათ ეს თუ არის განსაზღვრული ამ მოცემულ მომენტში, 1 აპრილიდან რაც შედის ძალაში და შესაბამისად რა ვადის შემდგომ უნდა გადავიდეს დაუშვათ რეალურ სურათზე, რომ მელიორაცია არ იყოს წაგებაზე და ის მოცემულობა, რომელიც ჰქონდა, რომ ტარიფი არ ასახავდა რეალურ სურათს და მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ ეთერში ცილაპარაკა ამ ნაწილზე საკმაოდ ვრცლად. სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რეალურად რაღაც ეტაპზე ხომ მოგვიწევს, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ? აი რა პერიოდია ეს, ანუ რა პერიოდი იღებს სახელმწიფო, რომ აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ფერმერებს იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, ვაძლევთ საშუალებას და ვასუბსიდირებთ ამ ნაწილსაც. რა თქმა უნდა, როდესაც ტარიფი შემოდის და შესაბამისად წყლის მოხმარება მკაცრდება და რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა, ეს ბუნებრივია, მძიმე და ძნელი გადასატანია მოსახლეობისთვის და სწორად მიიჩნევს მთავრობა, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს აღნიშნული მექანიზმიდან გამოსვლა. არ შეიძლება მოსახლეობას ერთიანად დააწყვეს ის ტარიფი და მით უმეტეს დღეს, როდესაც მოწოდებული ვართ იქით, რომ შემცირდეს გარკვეული პროდუქციაზე ფასები, რაღაც დარეგულირდეს ბაზარზე, გაჩნდეს კონკურენცია, ამ შემთხვევაში ძნელია ერთიანად დაწყება ამ რეფორმის. ბუნებრივია სწორედ ამიტომაც დაგეგმა საქართველოს მთავრობამ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით აღნიშნული სუბსიდირების სქემა. დღევანდელი პრემიერის განკარგულების მიხედვით სუბსიდირება ეხება 2026 და 2027 წლებს. და რა გახლავთ სუბსიდირება? წმ დასაწყისში აღვნიშნე, რომ უმეტეს ნაწილს გადაიხდის ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა, ხოლო თანხა ბიუჯეტის განსაზღვრულია რა მოცულობ? დიახ, რა თქმა უნდა განსაზღვრულია, ბიუჯეტი და აქამდეც განსაზღვრული იყო, იმიტომ რომ მე აღვნიშნე, რომ დღემდეც ასუბსიდირებდა ირიგაციის ფორმას, დღემდეც ასუბსიდირებდა საქართველოს მერიაციას, უბრალოდ მიმართულება ამ შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ წავიდეს მელიორაციაში, წავა უშუალოდ ფერმერებისკენ. და რა თანხა შეადგენს ეს? საწყის ეტაპზე აღნიშნული განკარგულების მიხედვით ჩამოყალიბებულია ესეთი მექანიზმი. ერთწლიანი კულტურებისათვის მას ვისაც მოყავთ ერთწლიანი კულტურები 4ჯერადი მორტყვის შემთხვევაში უწევთ საერთო ჯამში 466 ლარის გადახდა და ესე ჯდება აღნიშნული პროცედურები თავისი 4 ციკლის 4 საირიგაციო ორკვირიანი ციკლის გათვალისწინებით ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს 3 მორწყვას, ანუ 350 ლარამდე თანხას, ხოლო უშუალოდ ფერმერებს მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ 116 ლარის გადახდა. ეს გახლავთ ერთწლიანი კულტურებისთვის. რაც შეეხება მრავალწლიანი კულტურებისათვის, ამ შემთხვევაშიც მიდგომა და პრინციპი ერთ და იგივეა. იმ შემთხვევაში თუ ერთი წლის საფასურს გადაიხდის ფერმერი და ეს იქნება 102 ლარი, დანარჩენ 306 ლარს დაუსუბსიდირებს სახელმწიფო.
განსხვავებული მიდგომა სხვა არაპროფილული მოხმარებლების მიმართულებით, მაგალითად როგორც იცით, საირიგაციო წყლის აქტიური მომხმარებლები გახლავენ ეგრეთ წოდებული მეტყორეები. ზოგადად ეს მექანიზმი ცოტა ბუნებრივია გამოსასწორებელი, იმიტომ რომ არ შეიძლება საირიგაციო წყლის მომხმარებელი გახდეთ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესი ეგრე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თვითონ ხშირ შემთხვევაში საქართველოში წყალი თქვენ ეთერშიც რამოდენიმეჯერ აღვნიშნეთ, ხშირ შემთხვევაში დეფიციტურ პერიოდებში ხვდებით ხოლმე, შესაბამისად არ შეიძლება მიმართულება ირიგაციისკენ უნდა იყოს ბუნებრივია პირველ რიგში. თუმცა ასე თუ ისე დღესდღეობით ეს ბიზნესები არსებობს, ადამიანები ამ საქმიანობას ეწევიან და იმისაც რომ არ ჩამოიშალოს, იმისაც რომ ეს ტარიფი არ დააწვეს, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო განსაზღვრა აღნიშნული განკარგულებით სუბსიდირება და თქვა ეგეთი რაღაცა რომ მხოლოდ დახარჯული წყლის რაოდენობის, ანუ ჩვენ თქვით რომ 1 კუბური მეტრის საფასური გახდა 8.260, მხოლოდ დახარჯული წყლის რაოდენობის 20%-ის გადახდა მოუწევთ, მაგრამ არა უმეტესი 300 ლარისა და ჭერის გამოიცაზღვრა არა უმეტეს 300 და დანარჩენ თანხას და ეს დანარჩენი თანხა ხშირ შემთხვევაში 1 ჰექტრის ტბორის შემთხვევაში 2600 ლარამდე ადის ხოლმე, სრულად აღუნაზღაურებს ამას სახელმწიფო. ეს არის ალბათ თემა, რომელიც ვისაც საერთოდ შემხებლობა აქვს ფერმერულ მეურნეობებთან თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანასთან, ყველასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მე ვიცი კიდეც ადამიანებს რამდენად აინტერესებდა დაუშვათ რეალურად რა ცვლილები შედის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას ვასწვით ახლა მე და თქვენ მაყურებელს, თუმცა აქ შემოდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რეალურად რამდენად დაწყებული გაქვთ ეს საინფორმაციო კამპანია, რამდენად ინფორმირებულები არიან ადგილზე? ხა ერთი გადაცემით ამ კამპანიას დაწყებულად ვერ ჩავთვლით, ხო? და რამდენად იციან ადამიანებმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მეც ვკითხა, როგორ იქნება და ასე შემდგომ. რეალურად რა არიან თუ არა ეს ადამიანები საქმის კურსში, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს ადამიანები არიან ფერმერები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას მოიყვანენ და ყიდიან და მეორე, რომლებიც მოიყვანენ საკუთარი საჭიროებებისთვის. აი, ამიტომაც აქვს ამ გადაწყვეტილებას ასეთი მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ძალიან განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლები ყავს, რომელსაც ჩვენ და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სოციმედიაზე, ინტერნეტთან კავშირი არ მიუწვდება თვითონ სმარტფონებთანაც. სოფლებში დავუშვათ. დიახ, მაცხოვრებლებზე, რომელთაც დიდი ნაწილი მათ შორის კავშირი აქვს. დიახ, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ალბათ აუცილებელი უშუალოდ ადგილზე ჩაშლა და უწვლად გაცნობა. ბუნებრივია, რამოდენიმე დღის უკან მოეწერა პრემიერის აღნიშნულ განკარგულებას ხელი, თუმცა იქამდე მზადება დაწყებული იყო. დღესდღეობის არსებობს მელიორაციაში რამოდენიმე მიმართულება შემუშავებული. რამოდენიმე დღის უკან ჩვენი მომხმარებლები, აბონენტები მიიღებდნენ მესიჯს, სადაც მითითებული იყო კონკრეტული გზამკვლევი ჩვენთვის სოციალურ ქსელებში, რომ ეხილათ კონკრეტული გზამკვლევი. ანუ ოღონდ არის მოკლე მე ტექსტში შეტყული იხილეთ აქ და ეს რამდენად საკმარისია თქო სადაც ამიტომაც ვფიქრობ. პირველი ეს გახლავთ და შემდეგ რა თქმა უნდა იქვეა მითითებული ცხელი ხაზი, სადაც ჩვენი ოპერატორი 24 საათში კიდევ ერთხელ შეგვიძლია უთხრათ რომელია ეს ხელი. დიახ, ეს აღნიშნული ცხელი ხაზა 001000, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის გაჟღერებულია, შესაბამისად ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკონ 24 საათის განმავლობაში და ჩვენი ოპერატორები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. თუმცა მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უშუალოდ ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან ამიტომ საუბარი. ერთი ჩასვლა და ერთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ ქვემო ქართლის რეგიონით. ქვემო ქართლი ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი ყავს. მომავალ კვირაში აღნიშნული შეხვედრა მოსახლეობასთან, გუბერნიასთან, მერიასთან, სოფლის გამგებლებთან გაერთიანებული და რა თქმა უნდა ეს შეხვედრის ადგილი გახლავთ საზოგადოებრივი დიდი თავშეყრის ადგილები, სადაც რამოდენიმე ასეული ადამიანი დაეტევა, სადაც სათითაოდ მათ კითხვებზე ვაპირებთ პასუხის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული ჯგუფები შემდეგ სოფლების მასშტაბით დაიწყებენ სიარულს და ჩვენ უნდა მოვასწროთ აი ამ ხნის განმავლობაში საბაზაფლო დამუშავებები, რა ქვია, და ირიგაცია უნდა მოვასწროთ ადგილზე მიტანა. მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მევაწოდო კიდე აღნიშნული განკარგულების მიხედვით ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამაზე კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობას მადლობა მე პირადად
ძირითადად, იმიტომ რომ აღნიშნულ სუბსიდირების სქემაში სრულად ჩაერთო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები და აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოსახლეობას, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველ წელს საერთოდ გაუნულდათ გადასახადი. ანუ ის რაც ჰქონდათ 75 ლარი გადასახადი, ის მასაც აღარ გადაიხდიან, იმიტომ რომ აღნიშნული ადამიანები საჭიროებენ უფრო მეტ მზრუნველობას, გარდა უფრო მეტიც ამ ადამიანებს პრაქტიკულად ახალი ფურცლიდან უწყებთ, ახალ მელიორაციასთან ურთიერთობა, მათ გადასახადების გაუნულდათ, ის რაც დაგროვილი ჰქონდათ, ასე რომ დაგვრჩენია ერთადერთი რაღაცა, რაც მინდა არა მარტო ამ მოსახლეობას, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას თქვენი ეტერით მოუწოდო და უთხრა, რომ თავარია ჩაერდონ სუბსიდირების სქემაში. მოვიდნენ საქართველოს მელიორაციის ოფისებში, ან დაუკავშირდნენ განაცხადი გააკეთონ განაცხადი. ანუ ერთგვარი აღრიცხვის პროცესი. დიახ, რომ ამით დააფიქსირონ და გააფორმონ ხელშეკრულება. ხელშეკრულება არ ქმნის ფინანსურ ვალდებულებას. ხელშეკრულება გახლავთ ორ სუბიექტს შორის არსებული ხელშეკრულება, რომ ერთი მხარე აცხადეს მზაობას, რომ მიაწვდის ხალხს, ხოლო მეორე მას შემდეგ რაც მიიღებს მოსახურებას გადაიხდის. შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა მეუწოდო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ გამოტოვონ ეს შანსი, მთავრობის მიერ მინიჭებული ეს საჩუქარი აიღონ და მობრძანდნენ ჩვენ ოფისებში, გააფორმონ ხელშეკრულება ირიგაციის ხელშეკრულება დააფიქსირონ მათთვის სასურველი დრო, როდის ჭირდებათ წყალი და ეს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირად იჭმის ხოლმე კითხვა, რომ როდის მოგვეწოდება წყალი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააფიქსირონ თავისთვის სასურველი დრო და ჩვენ მზათავართ, რომ მათ და ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. აი ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეს ადამიანები მიიღებენ თუ არა რეალურად წყალს, იმიტომ რომ სწორედ სარწყავი სისტემების გაუმართავობა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ხშირად არის ხოლმე მათთვის რეალურად შეიძლება კონდეს განცდა, რომ მე გადავიხდით ახას, მაგრამ რამდენად მომეწოდება წყალი. ეს ხელშეკრულება, რომელსაც გააფორმებენ მელიორაციის სამსახურთან, იქნება იმის გარანტი, რომ დავუშვათ ისინი წყალს აუცილებლად მიიღებენ იმ კონკრეტულ დროს? მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დავუშვათ ამ მიმართულებით არ აქვს დასრულებული სრული რეაბილიტაცია. ხო, ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში თუ კი არ იქნება დეფიციტურალი და განსაკუთრებული გვალო და მდინარეში იქნება ჩამონადენი, თუ საქართველოს მოსახლეობა თავისი შეთანხმებული განრიგის მიხედვით აიღებს წყალს, დაიცავენ რიგითობას იმას, რაც განრიგში მიიღოთ, მათ უცილობლად ეკნებათ საირიგაციო წყალი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რაღაც გარკვეული პერიოდის მერე სიამოვნებით გიმასპინძებთ კვლავ სტუდიაში, რამდენად იაქტიურებენ ფერმერები და რამდენად დარეგისტრირდებიან, რომ რეალურად ნახოთ როგორი იქნება სურათი. გიგლა თამასაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.